მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე, რა თქმა უნდა, მიხეილ HD და დადგა ჩვენი ინტერვიუს დრო, ვინ იქნება შემდეგი და ეს არის ჩვენი Black Shadow Gamer-ი, ლაშა მიესალმე. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას და შევხვდით ერთმანეთს, როგორც იქნა, მიხეილის დახმარებით. ძალიან კარგი. მოდი დავიწყოთ ლაშა, დავსვათ ჩვენი ინტერვიუს კითხვები და ნელ-ნელა შევეცადოთ რომ უფრო ახლოს და ახლოს გავაცნოთ ჩვენი თავი ჩვენს იუთუბერებს. რომ საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს. შევუდგით. შენი სახელია, რა თქმა უნდა, უკვე გავიგეთ, ლაშა. ნიკნეიმი გააცანი, შენი YouTube-ის ჩენელის სახელი გააცანი, ლაშა. და მე გადავიდეთ შემდეგი. ნიკნეიმი ბოლო 1 წელი არის უკვე პრაქტიკულად არის Black Shadow Gamer-ი YouTube არხის. ჩემი სახელია ლაშა, როგორც უკვე იცით, პრინციპში და რა ვიცი, კიდე რა უნდა თქვა? ჯესად ახლა კითხვები კიდე გვაქვს. ლაშა, მოდი ახლა ჩამოვყალიბდეთ და ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს რა კონტენტი გიდევს შენს არხზე. Black Shadow Gamer-ზე და რა თქმა უნდა ჩვენ ვიდეოს ქვეშ description-შიც და ზედ ვიდეოზეც დაიწერება შენი არხის მისამართი subscribe-ისთვის, ამიტომ აი აქ. ხო, აქ თუ აქ არ ვიცი უკვე სად იქნება. სადაც დაეტევა რა. კი, სადაც დაეტევა. ხო, რაც შეეხება ახლა არხი ძირითადად არის რა თქმა უნდა gameplay-ები არის, სხვადასხვა თამაშების გავლა და რაღაცა და ასევე არის კიდე რაღაც პატარ-პატარა მიყვარს ხოლმე რაღაც ექსპერიმენტები დავუშვათ რაღაც მუსიკებისა და ვიდეოების ერთმანეთზე და ნუ არის რაღაცა რამ თითოეულა ეგეთი ვიდეოებიც, მაგრამ ძირითადად რა თქმა უნდა არის გეიმერი და გეიმერული არხი არის ესე რომ ვისაც მოსწონს თამაშების გავლის ყურება, სირთულეების გადალახვა და ასე შემდეგ შეუძლიათ ნახონ დაათვალიერონ თუ მოეწონებათ ძალიან კარგი. ანუ შენთან არის walkthrough-ები, gameplay-ები, let's play-ები და ძალიან მომეწონა აი ეს ვიდეოები ქართულ მუსიკას რო ვადებ და საკმაოდ პოპულარული გახდა მე მგონი ეგ ვიდეოები როგორც ვთქვი. ხო, მე აი ეს ბოლო 1-2 ვიდეო უფრო პოპულარული გახდა ვიდრე წინა 1-7-8 წელი. ხო, ეს რაღაც უფრო იოლად გაიცნო ხალხმა. ეხა უფრო მეტი გაიცნობს დამერწმუნე. ძალიან კარგი იქნება და. მოდი ლაშა გადავიდეთ ყველაზე მთავარ კითხვაზე. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ გადაწყვიტე YouTube-ზე შემობიჯება და საიდან დაიწყო? შემობიჯება გადავწყვიტე ძალიან ისე სპონტანურად, პრინციპში. პრინციპში ეს ყველაფერი და ახლა თავიდან რა თქმა უნდა walkthrough-ებზე და ეგეთ რაღაცებზე არც მიფიქრია, ყველაფერი წამოიწყო ისეთნაირად, რომ როგორც უკვე თქვი, რაღაც მუსიკების გადაკეთება, გადმოკეთება მომწონს და მიყვარს, ადრეც ეგრე ვაკეთებდი რაღაცებს დაწყებული და რაღაცა რომ მომეწონა მე ვიღაცა მორონახეს მეგობრებმა რაღაცა სასაცილო იყო ზოგი ეგ მეთქი, მაგრამ უფრო მეტმა პუბლიკამ ნახოს მეთქი და როგორ შეიძლებოდა და მე აღმოვაჩინე რომ თურმე შეიძლებოდა YouTube-ზე ახლა თან ნანახი მქონდა რომ დებენ რაღაცებს ხო და აბა როგორ და რაღაც დავრეგისტრირდი და ავტოირთე ერთი ვიდეოც, ორი ვიდეოც რაღაცა. ნუ მე კიდე რამდენიმე მაგრამ მაშინ ახლა არაფერი არ ვიცოდი YouTube-ის, მაგრამ მაშინ ეგეთი კანონებიც არ ქონდათ, რაც ახლა აქ სიტყვაზე. ახლა საერთოდ ისე არის ყველაფერი. მაგრამ მაშინაც გამაფრთხილეს, მაშინაც რაღაც ძალიან ეტყობა, ნამეტანი გავაფუჭე ხო და. მე გამაფრთხილეს ერთი სიტყვით, მე кайხანი ალბათ. ნუ კიდე მე რაღაც სხვადასხვა ამბები იყო აღარ მეცალა YouTube-ისათვის პრინციპში, ალბათ მთელი 1 წელიწადი რაღაც შევსულ ვარ, რაც გამიკეთები არაფერი და მე ნელ-ნელა ისევე რაღაც წამოვიდა ეს ისე ვაგი YouTube-ის ამბები და რაღაცები. ნუ აი ესე დაიწყო ძალიან ისე შემთხვევით რა, სპონტანურად და ეხლა ბოლო ალბათ
1 წელი არის, წელიწადნახევარია, რომ ცოტა უფრო სერიოზულად რაღაცა მოვკიდე ხელი ახლა ამინას. მანამდე უფრო რაღაც ისე სამოყვარულო დონეზე ალბათ რა. ეხლა ვცდილობ დავიხვეწო. ძალიან კარგი. მე როგორც ალბათ ყველა ვიდეო ნანახი არ მაქვს და ძალიან დიდი ხანი მოუნდები შენ ყველა ვიდეოს ნახოს. იმიტომ რომ თუ არ ვცდები 800 თუ 900 ვიდეო გიდევს არხზე, ხო? 800-მდე არის კი, ნუ პრივატებს თუ არ ჩავთვლით 800-მდე. ხო. და რამოდენიმე წელი მომინდება ალბათ მათი ნახო ბოლომდე. ნუ თავიდან ბოლომდე ხო, მაგრამ ისე გადახვევებით შეიძლება რა. კი ბატონო. ლაშა, შენი საყვარელი თამაში და პერსონაჟი მე დავასახელებ. ძალიან გამორჩეული თამაში არა მაქვს, რო ვთქვა. შემიძლია ვითამაშო ნებისმიერი, რაც მომეწონება, მაგრამ არის რა თქმა უნდა რამდენიმე. რასაც გამოვარჩევდი ახლებიდან არის Witcher 3, რომელმაც ალბათ ჩემი ყველა ის მოლოდინი მასაკნა გადააჭარბა, ძალიან მაგარი არის. დაწყებული დიალოგებიდან დამთავრებული სამყაროთი, რა თქმა უნდა, თვითონ თამაშით. ხო, ნუ რა თქმა უნდა, როგორც თქვენ, კლასიკა Tomb Raider-ი. რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოდის და ნუ აი ეს ორი არის და არის კიდე ერთი Hitman-ის სერიები, რომლებიც ძალიან მოწონს და პრაქტიკულად პირველიდან დაწყებული ყველა მაქვს ნათამაშები და ეხლა თამაშობ კიდე მაგ ბოლოს რაც გამოვიდა და მაგის იმასაც ნელ-ნელა დავდებ ჩემს არხზე მაგის გავლებს. რა თამაშს ელოდები ლაშა ყველაზე მეტად? ეხლა რომელიც გამოდის უახლოეს მომავალში. ამ უახლოესი მომავალიდან რაც არის დაანონსებული, ალბათ ყველაზე მეტად მაინტერესებს Mafia 3. პრინციპში და ნუ რა ვიცი, მეტი ისეთი დიდი მოლოდინი არაფრის არ მაქვს. მაინტერესებს კიდე რა იქნება, აი ეს ხო, ეხლა სხვათა შორის FIFA 17 გამოდის კიდე, აი ხო, ერთ სიტყვით მაინტერესებს პირველ რიგში Mafia 3 და მე ისეთი დანარჩენს რა ვიცი შევხედავ რაც გამოვა. მეტი ისე განსაკუთრებული მოლოდინი არაფრის არ მაქვს. ხო და მომავალში კიდე როგორც იძახიან, ხო ეხლა Tomb Raider-ი გამოვა კიდე. ხო და აი მაგას ველოდები, რა ვიცი, ეხლა იძახიან ალბათ რაღაც მექსიკაში მოხდებაო ეგ ამბები და ერთი ეგ მაინტერესებს კიდე რა მაგის მოლოდინი მაქვს კიდე. ოღონდ ეს მომავალში. კი ბატონო. ლაშა, რამდენი ხანია YouTube-ზე მოღვაწეობა? დაახლოებით, თუ ზუსტად არ ვიცით. სადღაც 1-5 წელი. ნუ არხის შექმნიდან თუ ჩავთვლით 1-5 წელი. ალბათ. ანუ როგორც ჩვენი გიორგი იტყვის, მალადეც ბიძია შენ და. ნუ რა. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. შენ ვიდეოებს როგორც ვატყობ, აი განსაკუთრებით ბოლო 2-3 ვიდეოდან აი ეს ხმა და თამაშების მონტაჟის სიმღერებთან ერთად, ესე იგი ედიტირებას უკეთებ და მოდი რომელ პროგრამას იყენებ ედიტირებისთვის, მოვუყვეთ ჩვენს მსმენელს, მაყურებელს და თუ რაიმე რჩევასაც მისცემ აი ამ ედიტორების ირგვლივ, ესეც ძალიან კარგი იქნება. ხო, არ ვიცი, ახლა რჩევის მიცემა რამდენად გამომივა, არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ახლა ვიყენებ ასე ვქია Vegas Sony Vegas 13 და იმიტომ რომ არ არის ძალიან რთული, ნუ ეხლა პრინციპში ბოლომდე თუ ჩაწვდები, რა თქმა უნდა, რთულია და იოლია არის მაგის ისა, მაგრამ რაღაცა ისე მსუბუქი ედიტირებისთვის და რაღაც ძალიან იოლია და კარგი პროგრამა ამ რაღაცებს გასაკეთებლად. ხო, ნუ მეტნაკლებად სისტრაფესად და რენდერის იმასაც, ნუ ასე თუ ისე ართმევს თავს. ნორმალურად. პრინციპში მაგით ვაკეთებ ეხლა ამ ბოლო ხანებში, სხვა ისეც არაფერს არ ხომ. თორე ადრე ბევრი რაღაცა მაქვს ნაცადი, დაწყებული, რა ვიცი, Camtasia სტუდიიდან და ასე შემდეგ პრემიერი მაქვს ნაცადი After Effects-ის, მაგრამ ბოლოს ისე ამაზე შევჩერდი, რამე თუ After Effects-ები და იმები თუ პროჯობია რაღაცა პატარა ისეთი
წუთობრივი და რაღაცა გააკეთო, უფრო რაღაც ეფექტებისათვის არის ეგ. ახლა ვიდრე მთლიანი რო ვაკეთო. კი ბატონო. ჯობია ისე სონიში მე ესე მირჩევნი ახლა. ნუ ვის როგორ დაცდის ალბათ ეგ იმაზე არის. ხო. ახლა ვინ რას მიეჩვევა კიდე. ნუ ჯერჯერობით ამას მივეჩვი. ანუ რომელიც გიადვილდებათ, რა თქმა უნდა, ის პროგრამა უნდა გამოიყენოთ და არა სხვისი რჩევიდან გამომდინარე შეიძლება თქვენ საერთოდ არ მოგწონდეთ. ხო. იმიტომ რომ ბევრი შესაძლებლობა აქვს. ახლა არა მარტო კადრის გაჭრის და სხვა კადრის ჩასმის Sony Vegas ძალიან ბევრი ეფექტებიც აქვს და ანუ ფუტაჟებსაც თუ მიხედავ კიდე საერთოდ კიდე ძალიან მშვენივრად შეიძლება შედევრის შექმნაც. Screens რითი იწერ ალბათ ეგეც ძალიან ბევრს აინტერესებს და შენგანაც იქნებ ეკრანს რითი იწერ gameplay-ებს რა პროგრამით? Gameplay-ებს ხმარობ Bandicam-ს და ხმარობ Nvidia-ს Experience Shadow Players. GeForce Experience-ის Shadow Players ხმარობ. ასევე Streams-იც Shadow Players ხმარობ. ხმარობ ასევე X-Splits, მაგრამ რატომღაც ამ ბოლო დროს რაღაც ვეღარ ქაჩავს ეს სპლიტი. მე მგონი ჩემი კომპიუტერის ბრალი უფრო არის ახლა ეს ვერ ვიცი, მაგრამ აი Shadow Players ეჯრობით ვერ უწუნებ ვერაფერს. გასაგებია. მოდი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე და მაინტერესებს რა მოგწონს ქართულ YouTube-ში? ქართულ YouTube-ში მომწონს რომ დაიწყო განვითარება. ამოიქოქა ესე ვთქვათ. რა ვიცი ახლა, ნუ ძალიან ბევრი ახალი არხი გამოდის. პანტაპუნტით შეიძლება ითქვას, ესე ვთქვათ. ყველა ცდილობს რაღაცა გააკეთოს და ახლა თან საქმე იმაშია რომ კარგიც არის, ყველაფერს ორი მხარე აქვს, ხო? კარგიც არის, ცუდიც არის ყველაფერი რაღაც ერთ მხარეს მეორე მხარეს. მაგრამ ეს პირველ რიგში კარგი არის რომ ამოიქოქა როგორც ვთქვი, ხალხი დაინტერესდა როგორც იმით რომ უნდა თვითონ აკეთონ რაღაცა, ასევე მე მგონი ნელ-ნელა უფრო აინტერესდებიან იმაზეც რომ სხვა რო აკეთებს სიტყვაზე იმასაც რაღაც ყურადღება უკვე რაღაც ასე ვთქვათ ყურადღებაში ექცევა უკვე ვიღაცა ვინც ამას იმაშვება აქია მოღვაწეობს რაღაცას აკეთებს და აფასებენ ასე ვთქვათ ნელ-ნელა უფრო და უფრო თითქოს ეს კულტურაც მოდის რომ ადამიანი რომელიც პლანობს და შენთვის რაღაცას აკეთებს იმას დაუფასონ უკვე რაღაცები აი ეგ კარგი არის უკვე ნელ-ნელა და მე იმედი მაქვს რომ ალბათ 1 წელიწადში 2 წელიწადში უკვე კარგად უნდა განვითარდეს ეს ყველაფერი კულტურა როგორც შექმნის ამ ყველაფრის ისევე მაყურებლის კულტურაც. იმედია ჩამოყალიბდება კი რაც ჯერჯერობით აკლია. და ლოგიკური კითხვა რა არ მოგწონს დღესდღეობით ჩვენს ქართულ YouTube სივრცეში? რა ვიცი ალბათ ბოლო სტრიმებიდან გამომდინარე ჩაგეცინა მე მგონი მაგას. ხო, ერთი ეგ არის რატომღაც ხო, ეხლა იმ ბოლო სტრიმებიდან გამოჩნდა რატომღაც ესეთი რაღაცა რაოდენობა ხალხის, რომლებიც რატომღაც თვლიან, რომ ბილდ სიტყვაობა რაღაც წარმოაჩენს რაღაცა ისეთ მათ სიმაგრეს თუ რაღაცა ესეც არ ვიცი, ნუ არ მომწონს ის რომ დავუშვათ თუ კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა კი ბატონო, თუ რაღაცა არ მოგწონს ვიღაცის ან არხი ან კონტენტი ან რაღაცა კი ბატონო უთხარი რომ აი ეს არ მომწონს, ეს არ მომწონს, გაასწორი კი ბატონო. უბრალოდ ისე გინების გულისათვის და რაღაცისთვის არხზე შესვლა და ეგეთი რაღაცები ეგ არ მომწონს, ანუ უაზრო ჰეითერობა ეგერთი. მე მეორეც როგორც წეგან თქვი, ისე ორი მხარე აქვს მეთქი მედალს ეთყობა, აი მოყვა ახლა მაგას. ერთი მხრივ ის რომ პანტაპუნტით რო იხსნება არხები, ხო კარგი არის, მაგრამ მეორე მხრივ ის არის კიდე უკვე ცუდი რომ მართლა ძალიან ბევრი და ნაკლებად ხარისხიანებიც იქნება, ასე ვთქვათ. ეხლა მე რა თქმა უნდა თავს არავდებ რომ მე საუკეთესო მაგ ყველაფერს ხარისხიანად ვაკეთებ. მეც კიდე ბევრი მაქვს სასწავლი გასაკეთებელი, მაგრამ
იმათაც ვინც ახლა იწყებს და იმას ხდება, იმათაც ალბათ უკვე ნელ-ნელა ბევრი ექნებათ კიდე სასწავლი, რომ დავუშვათ რომ გააკეთებს ორ ვიდეოს და მე ელოდება და ეძახს აბა გამომიწერეთ, ან უბრალოდ ქუდი რო აქ დადებული და მე დარბის აკეთე და აბა გამომიწერეთ და თუ აი ესეთი შემოხვედრია ხო თუ ავალ 100 subscriber-ზე დავიწყებ ვიდეოების დადებას თუ რაღაც ეგეთი შევხვდა ერთხელ ხო და მეთქი კაცო რა აბა ეხლა ასე თუ ახვედი ბარემ 1000-ზე ადი და მე დაიწყე მაგის ცოტირე კაცო ხო და ესეთი ესეთი რაღაც აი ეს უაზრობა არის ხა პრინციპში აი ეგეთი რაღაცა რა ვიცი გასაგებ კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა მოყვა ზუსტად შენ პასუხს რას ურჩევდი დამწყებ იუთუბერებს დამწყებებს პირველ რიგში ალბათ იმას ურჩევდი რომ როცა დაიწყებს გაკეთებას უნდა აღიჭიროს ძალიან დიდი მოთმინებით, ძალიან დიდი ნების ყოფით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ითხოვს ძალიან დიდ შრომას, ენერგიას, დროს და ნერვებს. აი ეს ყველაფერი თუ გაქვს, ალბათ ადრე თუ გიან შენგან დადგება რაღაცა კარგი. და კაი პროდუქტს შესთავაზებ. უბრალოდ ისე რომ არიქა და არ გამოვიდა ერთ კვირაში არაფერი და ორ თვეში ამას არა თუ ატყობ შენ თავს რომ შეგიძლია რაღაცის გაკეთება მაშინ გააკეთე ბოლომდე შეიძლება არ აკავდეს არაფერი ნუ და მაგრამ ეხლა პრინციპში მე დიდი რჩევის მიცემი არა ვარ იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად როგორც ვთქვი რა ვიცი 4 წელია თუ 5 წელია არხი მაქვს პრაქტიკულად შარშანდლამდე ალბათ 1 წელის წინ სადღაც 100, 200 და 300 გამომწერზე ვიყავ. კი, მაგრამ მე ამას მაინც დავაბრალებ იმას, რომ აი ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენი ქართული YouTube გაიქცა, ესე ვთქვათ, ჭყალებში, აი ესე. ძალიან გაიქცა, ძალიან ბევრი ტრენდული ვიდეოც გამოჩნდა ქართულ YouTube-ში და აი ბოლო 1 წელია ძალიან გაპოპულარულდა YouTube და მე ძალიან პირადად ძალიან ბევრი კარგი არხიც აღმოვაჩინე აი ბოლო რაღაც პერიოდის განმავლობაში და ძალიან მომეწონა სხვათა შორის და იმედი მაქვს რომ თანდათანობით დაიხვეწება ჩვენი ქართული YouTube-იც და ჩვენი YouTube-ის ხარისხიც დაიხვეწება და რა თქმა უნდა Google-ი გამოიხედება ჩვენკენაც და აი სარეკლამო view-ებზეც ცოტა ფასს მოუმატებს სხვა ქვეყნებთან შედარებით და მე მგონი მე ყოველ შემთხვევაში ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ქართულ YouTube-ზე და ფიქრობ რომ რამოდენიმე წელიწადში ნუ ყოველ შემთხვევაში 5 წლამდე ალბათ საკმაოდ უნდა გაიქაჩოს ქართული YouTube ეს დროც მოვა და ბევრს ალბათ გაახსენდება კიდევაც ჩემი ნათქვამი და ამიტომ სანამ დროა ეხლავე დაიწყონ მინდა ყველას ესე ეგრეთ წოდებული რჩევა მივცე რომ ეხლავე დაიწყონ რომ აი ამ უკვე წლების განმავლობაში ძალიან იმატებს ქართული YouTube-ის ტრაფიკი ეგრეთ წოდებული და აი იმ დროს უკვე მზად იქნებიან და შეხვდებიან უკვე მომზადებული არ ვიცი ალბათ ეს არა, შენი სიტყვები არ არის ახლა ისეთი utopia და რაღაცა, არის მაგისი რა თქმა უნდა პოტენციალიც და ისაც ყველაფერი მიდის მანდეთკენ. ვადებს რა თქმა უნდა ახლა შენც და მეც ვერ გამოვიცნო. ეს ყველაფერი შეიძლება ისე უსე მოხდეს 2 წელიწადში მოხდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ახლა ტექნიკა და ყველაფერი შენც იცი. ბოლო 50 წელიწადში როგორ განვითარდა და სიტყვაზე ყველაფერი ისე ხდება, რომ მაგრამ ალბათ ეგ 5 წელი ეგ ყველაზე მაქსიმუმი არის რაც შენ დაასახელე. ერთ მოქნას უფრო ნაკლები იყოს და ძალიან კარგი იქნება, მე მოხარული ვიქნები და რაც უფრო მეტი ენთუზიაზმით იქნებიან კიდევ განწყობილი და მეტი ოპტიმიზმით, სწორედ აი ამაზეც არის დამოკიდებული, იმიტომ რომ შესაბამისად YouTube და Google, როდესაც ხედავს რომ ტრაფიკმა მოიმატა აი ამ რეგიონში, შესაბამისად უფრო მოიხედება ჩვენკენ და უფრო მეტად დარანკავს ვიდეოებს და უფრო მეტი შემოთავაზებები ექნება იქ გვერდზე ვიდეოებში. ნუ ერთი შეიძლება ის არ გვიწყობს ხელს რომ ცოტა რაოდენობა ვართ და
მოსახლეობის ხრივ ცოტანი ვართ და მით უმეტეს თვითონ YouTube-ით დაინტერესებულები მაყურებლების ჩათვლით უფრო ცოტანი ვართ. და ალბათ რა თქმა უნდა ახლა ეგ უწევს ცოტათი უკან თორე შეიძლება ეხლაც უკვე იმ ადგილზე ვიყოთ სადაც გვეკუთვნის. სავსებით შესაძლებელია. ლაშა მოდი შემდეგ კითხვაზე გადავალ. შენი საყვარელი YouTube არხი არა აქვს არანაირი მნიშვნელობა რომელი ქვეყნის რა ენაზე და ასე შემდეგ. საერთოდ მე ისეთი რაღაც არ მახასიათებს ხოლმე რაღაც ისეთი რაღაცის ან გაფეტიშება და ეგეთი ის რომ და ფანობა და რაღაცა ვუყურებ ნებისმიერ არხს რომელიც მომეწონება რომელზეც რაღაცა ვიდეო მომეწონება შეიძლება ის იყოს ვლოგი იყოს ან თუ შეიძლება რაიმე თამაში იყოს სიტყვაზე და ანუ არ აქვს ამას მნიშვნელობა ესე რომ ამორჩეულად რაღაც არხები არ მაქვს. არის რა თქმა უნდა რაღაცა რაოდენობის არხები, რომლებთანაც უფრო შეიძლება ხშირად შევდივარ და რომელსაც ხედავ, უფრო შეიძლება ითქვათ ნაცნობების არხები ესე შეიძლება დავარქვათ. ან ისთანაც კონტაქტი მაქვს ან რაღაცა. და თუმცა პრინციპში აი ეგეთი ის არის რა ვერ გამოვყოფ რაღაცა ისეთ ვერაფერს რომ ეს არის კარგია თუ რაღაცა აი ამას ამერია ეხა ყველაფერი თვალში მაგრამ ნუ მე მგონი მიხვდი რაც გითხრათ კი მიხვდი რა თქმა უნდა გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე და აი ხა მე მაინტერესებს ქართულენოვან YouTube-ში თუ ყავს ვინმე ესეთი ფავორიტი იუთუბერი ან ვისი ვიდეოები მოგწონს არის თუ არა ესეთი დამწყები იუთუბერი ქართველი რომელიც აღმოაჩინე შენ ახლა და მოგეწონა არ ვიცი მოკლედ საქართველოში ქართული იუთუბერი თუ ყავს ვინმე ესეთი რომლის ვიდეოების ყურებაც ქსიამოვნებს საქართველოს თაობაზე ახლა გამახსენდა უცებ და პირველი რაც ამომიტივტივდა გონებაში GameArts-ი Gamers Arts ქვია ხო GamerArts ჩემი ფავორიტი არხია ერთ-ერთი რომელიც აი აკეთებს განსხვავებული კონტენტი აქვს თამაშებზე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მაგრამ აი ისე რაღაც განხილვები თუ რაღაცები რაც ქვია თო განსხვავებულია და ძალიან კარგად აკეთებს და მე პირადად მომწონს ხო და აი მაგ გახსაც ყოველთვის იმაში ხომ შევდივარ რამე ახალი ხო არ დადო და ეგეთი რაღაცა და პრაქტიკულად ყველა ვიდეოს ვუყურე და ყველას ვასწრები აი ეგ ჩავთვალოთ რომ აი ეგ არის ეგეთი ის კი ბატონო დავიცი შენ კითხვას პასუხი გეთანხმები ეს არხი ჩემი ფავორიტიცაა ერთ-ერთი ფავორიტი არხია და ყოველთვის თვალს ვადევნებ. მოდი გადავიდეთ ახლა ესეთ კითხვაზე. რა მოგწონს ჩემ არხში და რა არ მოგწონს ან რას მირჩევ, რა გამოვასწორო თუ რაიმე არ მოგწონს. მოიმარჯვე პასტა ფურცელი ჩაიწერე. კარგი. ეკრო ჩავინიშნო პირდაპირ. მიდიო. ესე იგი რა უნდა მომწონდეს შენს არხში ბატონო მიხეილ რაც შეეხება არხს რომელსაც ქვია HD ეგ არის კიდე ერთ-ერთი ძალიან საინტერესო არხი ჩემთვის იმიტომ რომ მან ბევრი რაღაცა მაქვს ნანახი რასაც ქვია სხვადასხვა პროგრამების რო განიხილავ და რაღაც ხო ნუ რო ასწავლი ხალხს ეგეთ რაღაცებს აი ეგენი არის ძალიან და განსხვავებული კიდე ერთი ეგეთი კონტენტი არ მომწონს რომ მაგ არხზე ხშირად არ ჩნდება ახალი გაკვეთილები იმიტომ რომ შენ ეს შეგიძლია და უნდა გააკეთო ხოლმე იმიტომ რომ ის არის მე მგონი სულ თითოეულა ეგეთი არხი როგორც შენა გაქვს მიხეილ და ძალიან კაი არხი არის და ძალიან გამოსადეგი არის და შეიძლება ეხლა ბევრი ვერ არ აქცევს ყურადღებას და
თითო როლას რაღაცა რო დაინტერესებს, რაღაცა გაკვეთილს ეძებს, მაგრამ დამიჯერე შენი თქმის არ იყოს 2, 3 და 4 წლის მერე ძალიან დაფასდება ეგ ყველაფერი, ის შენი არხი თავის ტუტორიალებითა და თავის გაკვეთილებით კი, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეც დაინტერესებს მაგების კეთება, Photoshop-იდან დაწყებული რაღაცა ეფექტებით და ვიდეოების კეთებით რაღაცებს, რასაც შენ იქ ასწავლი ხალხს. ეგ არის ძალიან კარგი არხი და ხშირად კვირაში ერთხელ მაინც რო განაახლო, კარგი იქნება ხოლმე რა რამე ახალი გაკვეთილით. სულ მინიმუმ. მიღებულია. მეორე არხს რაც შეეხება კიდე მიხეილ პლეისი ბევრჯერ ყოფილი ვარ მან სტუმრად. ხო და ძალიან კაი არხი არის რა. მაღალი გრაფიკით და მშვენიერი თამაშებით. ძალიან გასართობი და ძალიან ღიარული და ძალიან პოპულარული არხი. ესე რომ ჯერჯერობით არ არის ისეთი პოპულარული, მაგრამ ნუ იმეც ვიქონია შემთხვევაში ეგ დროც მოვა ალბათ. დადგება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადო ლაშა ინტერვიუსთვის და მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ აუცილებლად გამოიწერონ ლაშას არხი Black Shadow Gamer-ი. Description-შიც რა თქმა უნდა იქნება ლინკი, ასევე ვიდეოზე იქნება და აუცილებლად გამოიწერეთ ლაშას არხი, აუცილებლად დაათვალიერეთ ლაშას ვიდეოები. განსაკუთრებით ეს ბოლო კლიპები შეიძლება ძალიან მოგეწონოთ. არ ვიტყვი რას შეეხება, მაგრამ შედით არხზე დაათვალიერეთ და ძალიან ბევრი და საინტერესო ვიდეო აქვს, როგორც უკვე ვთქვით, 800-მდე ვიდეო უდევს და ყველამ აუცილებლად დაათვალიერეთ ეს არხი, იმედი მაქვს რომ იმედი კი არა და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრს მოგეწონებათ. ლაშა დაემშვიდობე ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მიხეილ მოწვევისათვის და ინტერვიუსათვის. როგორც იქნა შევძელი კი. ჩემი გულის ნადების განდობა ფართო მასებისათვის და დიდი მადლობა შენ. დიდი მადლობა ყველა ჩვენ მაყურებელს, ვინც გვიყურებდა და რა ვიცი, შევხვდებით ერთმანეთს კიდევ მიხეილის არხზე, ჩემს არხზე და ყველამ გამოიწერეთ. როგორც მიხეილის არხი, ჩემი არხიც გამოიწერეთ. თუ მოგეწონებათ რა თქმა უნდა და რა ვიცი, მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას დაფასებისათვის, ჩვენი შრომის დაფასებისათვის და მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა ლაშა. კარგად. ნახვამდის.